შეხედე იგი კაცი რომ მოდის დაბოშე ხარაგა. Salam kalbatona Iulia. გამარჯობა ხალხანა ფიქსადი. Როგორ გზანდებით kalbatona Iulia? მადლობ თარამი შახავად. Ადგას kalbatona Iulia. ამისათვის გამოგიძახეთ ქიშარდი ბატონო. ვეღარ ვაკავებდა რა ვქნა. ხლად გადყიურდა და წავიდა ხელიდან. ხომ ხედავ. ხათ რომ წიგნი უჭირავს, აგი ღორჯოეს ახდე გადაღამეზე მოკუხაზე. ამას წინეებზე გოფოძიებისა დიალოტაში სადამცრო ჩამიგდო. გასკდა. შენახარ ჩემი ბატონი და მაგის გამოისობით აგერ ერთი კვირია კომპოტსა თორი ოჯახი. თქვენ უწუხავთ kalbatona Iulia. წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე. ვითაც გინდათ იმითი დაკიდეთ ბატონო ქიშარდი. მაგრამ ბედნიერია მაგისი დედა მაგის აქციელს რომ ვერ ხედავს. დედაც და მამაც სხვათა შორის. როგორ ფიქრობთ kalbatona Iulia? ხლატა სულია ხელიდან და არაფერი ეშველება ამ უბედურს. რა უნდა ეშოროს ბატონო ქიშვარდი? ამ კვირის სწორს 2 ფუთას იმინდი გავატანე კოპაძეების წისქვილში და უკან ერთი ოყა მოიტანა. დანარჩენი იმუდღეული გერიკო კუხალაშვილის ბავშვებისათვის მიუცემია. არსენა ყაჩაღივით შეათო მაგეს ბევრი არიანო. მართლა ბიჭო? მაგი რა ბატონო ქიშვარდი? გუშინ მაგანდამა საითუ დღეურმა კუკურია უგულავამ ატამი მოჰყარე საკუთარი გეოგრაფიის მასწავლებელს. დათიკო წვერავა და ლავე ბახტაძეს გაუცვალეს თურმე თუთოში. მართლა ბიჭო? ბატონო ქიშვარდი, რომ დაიძახით მართლა ბიჭო. ამ ხნით ხალი გელაპარაკებით და არ გჯერათ ჩემი? მაგას როგორ კადრებ kalbatona Iulia? მაგით იმის თქმა მინდა რა ეშველება ეხლა ამას მეთქი. უსაშველო რას ჭირთ ბატონო ქიშვარდი? კაცის ხელი უნდა მაგას. მე უძლური დედაკაცი არა ვარ მაგის იმომრევი. მუთმეტეს ამისნაირი ორი მხეცი მყავს მოსავლელი. ჩემი კოლიას ბავშვები. სანამ ცოცხლები იყვნენ მაგის მშობლები, არ გამაკარეს სიახლოვეს ბაღანას kalbatona Iulia და ეხარ ითი გავუთხოვე მაგას გული. რითი შევიჩვიო და რითი შევესიც ხოცო. უცხო ვარ მაგისთვის, ხლად უცხო. არ დაიჯეროთ მაგის ქიშვარდი ბატონო. აკცია და მაინც კაცთან ყოფილა ურჩევნია. ეგეთ არ იყოს თქვენი გვარის სამძიმებელი მაგია და შემაინც kalbatona Iulia. მასწავლებელს რომ ბაღანაა ტახტს პარავს და საკუთარბები აქვს. გარყვნილი და გათახსირებული წიგნის დეკამერონის გულისათვის ვერცხლის კოვდეს გაუყიდის. თუ ღმერთი გწავს ქიშვარდი ბატონო, ამიხსენით, ამან რა უნდა ისწავლოს? მართლა ბიჭო, წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე kalbatona Iulia. უსწავლობს რამეს შემაინც kalbatona Iulia. მასწავლებელს რომ ბაღანაა ტახტს პარავს და საკუთარბები აქვს. გარყვნილი და გათახსირებული წიგნის დეკამერონის გულისათვის ვერცხლის კოვდეს გაუყიდის. თუ ღმერთი გწავს ამიხსენით ქიშვარდი ბატონო, ამან რა უნდა ისწავლოს? წავიყვან მე მაგას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ kalbatona Iulia. აგერაა ბატონო ქიშვარდი და დააკვირდით. სანამ ლაპარაკობ წარბით არ გაუტოკებია. მაგას ახლა რა ხარ უხადეყურება ჩვენი ლაპარაკი. ობოლია მაგი kalbatona Iulia და როსგის გარდა ცოტა მოფერებაც უნდა. ობოლსაც გააჩნია ბატონო ქიშვარდი. არ იძლევა მოფერების საშუალებას და რა ვქნა. არ იძლევა და ჩავიყვან გურიაში და ჭლიკით დავკიდებ მე მაგას ჭადარზე kalbatona Iulia. აგერაა და როდესაც უდესტურებათ მაშინ წაიყვანეთ. ასე კიდრივი ჭიშველისაც წავიყვანო kalbatona Iulia. ასე კიტრივი შიშველი ჩამოვიყვანეთ შაშაჯი ნავჭალიდან. სადგოშობე მაგას ახლა იმებიანი შეხახალო. აი შვილო.
აგერ ხელსასე ისე წასულიყავთ ბატონო. არა უშავს ქალბატონო იულია. სამტრედიაში წავიხენს და იქიდან ორ გადასახადია ჩვენისა. აბა კეთილი მგზავრობა მოგცეთ შობერმა და წმინდა გიორგი იყოს თქვენი ხარველი. ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს ქალბატონო იულია. აგერ ის გაიწვნით შვარდი ბატონო. აგერ რაღა ქალბატონო იულია. მაგის იზაბუთებია შვარდი ბატონო. სექტემბერში სკოლაში რომ მიიყვანს, ალბათ დაგჭირდებათ. მოდი ბიჭო. წერიაში მეოთხე კლასში გადავიდაო, მაგრამ სახელი კი ცოტა შეშლიათ. ლომჯარიანო დარის მაგივრად, ლომჯარიან ადირი ჩაუწერიათ. მე თუ მკითხავ, მაგია მაგის სინამდვილე სახელი სწორე. მაგია და რო ჩავიყვან გურიაში ჭლიკით დავკიდებ მე მაგას ჩადაზე. ვითაც გინდათ იმითი დაკიდეთ კი შვარდი ბატონო. ოღონდ ამის სახსენებელი არ გამაგონოთ აქ. ჭლიკით დავკიდებ ქალბატონო იულია. ღმერთმა გისმინოს და უშველოთ. არ უშველის და 4-ში ამოვიდეთ. ისე ვიზავ, ფატიროდეს მაგის საწოდაო. კარგად იყავით შვარდი ბატონო. შვიდობით დარჩენას ვისურვებ ქალბატონო იულია. გამოდი ბიჭო. ეს მიღება ჩაბარების აქტი შედგა 1938 წლის აგვისტოში დაბახვანში შუა დღეზე. ნოდარ ლომჯერიას იმერელ ბებიას ანუ დედისა დედას ქალბატონი იულია მიქელაძესა და გურულ ბაბუას ანუ მამის მამას ქიშვარდი ლომჯერიას შორის. ხოლო 1 საათის შემდეგ ბიჭი ანუ ნოდარ ლომჯერია დაბადებული 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში მოსამსახურის ოჯახში ელში ბაწარჩაბმული ბოჭოლასავით ყურების პარტყომით მიჰყვებოდა თაკარა გზით გავარვარებულ და ამტვერებულ ხონის გზაზე მიმავალ დაზახვლად თავჩამვიდრულ ბაბუამის. როგორ მომენათა ჩემი ნოდარი, არ უნდა გამეშვა. ნიტა რომ წავიდე და ჩამოვიყავო. ან იქნებდა წყენი, ან რო არ წავუყვეთ, არა, ჩავაკითხა და წამოვიყო. არ უნდა გამეშვა. სალამ ქალბატონო იულია. შვარდი ბატონო. ტონო შვარდი. არ დამაყენა საკუთასაც დავიდე დამჩი საჩიძილმა. ვერ საკუთარ გურს და სუნდის გავეკეცი ვერსად. არ შეიქმნა უმაგისოდ ჩემი სიცოცხლე. რაც წამოიყვანეს, იმ დღიდან გულა მოგლეჯილი დავდივარ. ბავშვი მაშინ იყო ქალბატონო იულია მაგი თქვენგანო წამოვიყვანე. ეხლა კაცია და აგერა. თუ წამოსვლა უნდა, მე ვერ დავაკავებ მაგას. ნაწყენი ამაგი ჩემზე ბატონო შვარდი. ხოლო თქვენი სანაოქრო პირი კაცი თუ მოაბრუნეს მაგის გულს ჩემსკენ. თქვენ ორი ყავთ სახში კოლიას ბიჭი ქალბატონო იულია და მე ამ ერთსაც აღარ მეზავებთ. ბატონო შვარდი, ანგარიში და თვლა არ სწოდნია შვილიშვილს. ასი რომ ყავდეს, მაინც ერთია თურმე. ჩემი ხანა მაგია, ჩემი ფისხვილი და დოლაბი, ჩემი ვენახი, ჩემი ყავარჯელი, საფლავი და საფლავის კვაც. ვერ გაგატანთ ქალბატონო იულია და მომკალი. აქ, თქვენს ფალწინ მოვიკლავ ხავს ბატონო შვარდი. მაგას როგორ ბრძანებთ ქალბატონო იულია? გახვები ბიჭო? თქვენი ერდება შვარდი ბატონო თორე. მართლა ბიჭო. დადედის ალერგია კალი ახლა მაგას. დავარცხნა უნდა, დაბანა უნდა, დაუთოება უნდა. დედის მაგირობას ვერ გაუწევ თქვენ მაგას. არ გამჭირვებია მე ქალბატონო იულია მაგის მოვლა. არ გამომიძახები ხარ და არ ჩველა მithოვია თქვენთვის. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ძილის ტიფიხის დათბილება უნდა, სკოლაში დევნა უნდა.
არენდურის ქალბატონო იულია ჩვენი სკოლა მაგას. Თქვენმა სკოლამ კი მისცნობა ნადირიაო დაკიბრძანეთ თქვენ მაგია მაგის სინამდვილე სახელი. ღმერთია რა, თორემ კი უნდა გამხმობოდა ენა მაგას რომ ვამბობდი. ხომ არ გონიათ ქალბატონო იულია ანგელოზი გახდა ჩემს ხელში ან ატმის ქულდობა მოიშალა. გახმეს ის ხე, რომლის ნაყოფთაც მაგას იმე დაამადლის ბატონო ქიშვარი. არც იმინდის გაცემა მოუშლია ჩემს ხელში. მაგისია რაც მაბადია ქიშვარდი ბატონო, და ცეცხლსაც რომ ისეთ ხმის გამცემი არავა. ერთი კვირა მაცალეთ. ერთი თვე მაცალეთ. აბრეშუმზე პრემიას მივიღებ. ცოტას მოვდგები, თორემ ასეთი დილკანას ხომ არ გაგატანთ ქალბატონო იულია. ოღონდ ახლა გამაწერეთ ქიშვარდი ბატონო და ჩემსაც გავიხდი და ამას ჩავარჩევ. კი მოუხდება თქვენი სამოსი, თქვენ მომიკვდებით. რა გიჭირთ რა? კი ხართ ხუმრობის ხასიათზე. მე რა მეშველება, უბედურთა გულდა დაღურ. გითხარით უკვე ქალბატონო იულია აღარაა მაგი ბავშვი და თუ წამოსვლა უნდა მე ვერ დავაკავებ მაგას. მოდი ჩემთან, ჩემო მზეო და ნათელო სიცოცხლე. ჩემო და ჩემი ანიკოს ნერგო. წამოდი დებია და მათ უკვე კიდევ ერთი დღის სიცოცხლე. წახევი ბაბუა, წახევი მოხუცებულ ბებიას, გულს რომ იჯერებს შენი სიყვარული. ხე ჩამოდი ისევ, ამასობაში მეც მომინატრები და ასე. აბა როგორ გინდა, შენ შვილიშვილობა ადვილი საქმე ხომ არ გონია. ძნელია ბაბუა, ძნელი. განსაკუთრებით ჩემი და ბებია შენისნაირი გამოყრუებული მოხუცების შვილიშვილობა. ხა შენი წიგნები, შენი ჩანთა. ხარზე მოიკიდე. აი მასე. ერანგი და შარვალი ზედგაცვია. აწუღა, სამტრედიამდე ფეხში შველა მიარე, თორე წუღას წიდი გასწრება. წახევი ბიჭო, წახევი, დავიღალე შენთან ყბედობით. ისე წახევი, უკან არ მოიხება. წამოდი ბებია. ასეთი საუბარი გაიმართა ზემოთ ამბობის ზუსტად 1 წლის თავზე. ბიჭის გურულ ბაბუასა და იმერალ ბებიას შორის, მაგრამ ეს აღარ იყო მიღება ჩაბარების აქტი. ეს იყო ბიჭის გამო ადუღებული 2 სისხლის ჭიდინი და 2 გულის ქვითინი. არ უნდა გამეშვა ის ბიჭი, მაგრამ იმ ქალის საწოდაობას ვერ გამოვძენე. ეხლა მე ვარ იმ ქალის მდგომარეობაში. 1 კვირის თავზე ავდგები. წავა, ჩაუვარდები მუხლებში და ვთხოვ დამიბრუნოს ჩემი ბიჭი. თუმცა ერთ კვირას რა გამაძლებინებს, ზეგ წავა, ზეგი არა და ხვარდილით ავდგები მთენია და ღმერთო, მალე გაართენია მღამებელი. დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი. დავბრუნდი ბაბუა, დავბრუნდი. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. შეიძლება ბაბუა შენთან დავწერო. იცი რა მოგიყვანა ბაბუა? მე გეტყვია. სისხმა მოგიყვანა ბაბუა, სისხმა. სასწაულია სისხმა. ამის მეტი იმ ღამით ბაბუასა და შვილიშვილის შორის არაფერი თქმულა. არც ერთი არაფერზე არ ფიქრობდა და არც ერთი არაფერს ლაპარაკობდა. მხოლოდ სისხლი ლაპარაკობდა და ფიქრობდა, ხოლო რას ლაპარაკობდა და რას ფიქრობდა სისხლი, ღმერთმა უწყის.